მოგესალმებით, საჯარო გაშლო ნახოთ სახელწოდებით, რა უნდა გესწავლოთ 2025 წელს და რა უნდა ისწავლოთ 2026 წელს. ანუ 2025-ში რა უნდა დაგეხურათ და 2026-ში რა უნდა დაგეწყოთ 2025-ში. პირდაპირ გეუბნებით, რომ ყველაფერი რაც დასახური იყო 2025-ში უნდა დაგეხურათ, რაც თქვენს ემოციებს ახდათ თან ის ფაქტორები, რომ ვერაფერს ვერ ახორციელებდით, რაც თქვენ გინდოდათ და ბოლომდე ემოციურად ძალიან შეუმდგარ ენერგიებში იყავით და თითქოს თქვენი ბუნებრივი ბავშვური სილაღის გამოვლინება გჭირდებოდათ, 2025-ში ეს უნდა გესწავლოთ საბოლოო ჯამში. სიკვდილში ნეგატიურ ასპექტებში უნდა გადაგეყვანოთ, ან საბოლოო დასასრულში უნდა გადაგეყვანოთ ყველა ასპექტი, რომელიც გვნებდა შინაგანად და გავნებდა შინაგანად და ემოციურად უნდა დაგესტაბილურებინათ სასიყვარულო ურთიერთობას, სადაც ახალი ეტაპი და ახალი ციკლი უნდა დაგეწყოთ 2026 წელს. როგორ უნდა მოიქცეთ? 2025-ში უკვე უნდა იყოს თქვენი თავის საუკეთესო ვერსია, უნდა ამაყობდეთ თქვენი ენერგიებით, უნდა გქონდეთ უკვე შექმნილი თქვენი საბაზისო უნარები და ცოდნა გამომდინარე ის სიტუაციები, რომელშიც თითქოს ვერ ახორციელებდით ქმედებებს, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით 2026 წელს დასაწყისით ცოტა მოდეპრესიული ქმედებებით იქნება ახსოვს, იმიტომ რომ ცოტა შეშინებული ხართ, რომ აი რაღაცა ისწავლეთ, მაგრამ პრაქტიკაში გამოყენება არის სიტუაციების, თუმცა 2026 წელი თქვენთვის ძალიან კარგი იქნება მზის და ბავშვურ ენერგიებში გადახვალთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გამოც აი პირზე იმ ხალხს არ იყოს რაღაც ვიდეო, რომ არის პირზე ზმეიკა თუ არა მე არ მოგეწონება, აი ზუსტად ეგრე რაღაცას ისწავლით, აი ზღვარს და ბალანსს და ეს ზღვარი და ბალანსი დაგეხმარებათ საკუთარი თავის პოვნაში და თქვენი ემოციური ფონების სწორად განვითარებაში და გადალახვებში. ამიტომაც 2025 წლიდან რაც უნდა გესწავლოთ 2026 წელს რაც მოვა ამ სწავლის გამო, ეს არის ის, რომ სიჩუმეში ზომიერებას ისწავლით საკუთარი თავის ფასს და არასდროს არავინ არ დაგაჯეროთ, რომ თქვენ უნდა იბრძოლოთ რაღაცისთვის. ანუ ბუნებრივად სტრესის გარეშე უნდა მიაღწიოთ რაღაცას, აი გონებით უნდა განსაზღვროთ ყველაფერი და არა რაღაცა ბრძოლით და თავის მტვრევით და თავპირის მსხრევით, არა, ანუ ყველაფერი ბუნებრივად და ლაღად უნდა მიიღოთ, აქ თუ ბუნებრივად და ლაღად მიმდინარეობს პროცესები, არ გაგიჭირდებათ მდგომარეობების სწორად წარმართვა თქვენ ცხოვრებაში. ბრძოლა არა, უსტრესოდ არავინ არ არსებობს, მაგრამ სტრესი რომ საშენოდ გამოიყენო და სწორად წარმართო, ამას ცალკე სიბრძნე ჭირდება და ანუ ეს უნდა ისწავლოთ აუცილებლად 2026 წელს. უკვე დასწავლი უნდა გქონოდათ წესით და რიგით. მადლობა ყურადღებისთვის. 24-დან 30-მდე 50%-იანი ფასდაკლება სრულ დიაგნოსტიკაზე რომ მოხდა ყველა ვიდეოში ვლაპარაკობ, თუ ვინმეს გინდა ჩაწეროთ, წინასწარ მოასწარით შემდეგ რომ ვეღარ ჩაატაროთ ან ვეღარ გაიაროთ კონსულტაცია, რა ვიცი, ვისაც გსურთ, შეგიძლიათ მომწეროთ.